სახელითა მამისათა და დაცისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის მერტვი. მერტმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერნო, საყვარელო ძმანო და დანო, სულიერო შვილებო. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, ერთ-ერთი იმ 12-თაგანი ბრძოლა, ბაიაობა, ანუ დიდებით შესვლა უფლისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი ქალაქ იერუსალიმში. მერტმა ყველა დაგასვოს ბრავალს ამ დიდ დღესასწაულს, დღეს თითოეული ჩვენთაგანი იხარებს, თითოეული ჩვენთაგანი უერთდებით ამ უდიდეს დღესასწაულს, ვინაიდან დიდებით შებრძანდა მაცხოვარი წმინდა ქალაქ იერუსალიმში. დღევანდელი წმინდა სახარება გვეუბნება, რომ შემდგომად ვიდრე დარჩენილი იყო 6 დღე ქრისტეს მნებამდე, მის ჯვარცმამდე, მაცხოვარი შედის ქალაქ იერუსალიმში, რათა აღესრულოს წერილი, რომელიც წინასწარმეტყველი ამას ამცნობდა ადამიანებს. მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა ვიცით, რომ მაცხოვარი სანამ შევა ქალაქ იერუსალიმში გაგზავნის ორ მოწაფეს და ეუბნება, რომ მიდით ამადა ამ სახლში, ნახავთ ამადა ამ კაცს და უთხარით, რომ ის სახედარი, რომელიც დაბმულია და კვიცი, რომელსაც ადამიანი აღნახია, ესე თქვა, მის ზუგს ადამიანი, ის მომგვარეთო და თუ გეტყვითო რა გინდათო, უთხარით, რომ უფალს ასე ნებავსო. რა თქმა უნდა, ზუსტად ასე მოხდება, ვინაიდან მაცხოვარი როცა წარგზავნის თავის მოციქულებს, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი პატრონი ეუბნება, ბუნებრივია, რომ რაც უნდა მას ეს სახედარი და ეს კვიცი. თუმცა ეუბნება მისი მოციქულები, რომ უფალს ასე სურს და ასე უნდა. წამოიყვანენ ამ კვიცს და ზედ შეჯდება მაცხოვარი და შემოდის ქალაქ იერუსალიმში დიდებით. ალბათ თვითონ ჩვენთაგანს კითხვა მაინც გაგვიჩნდება, როცა მაშინდელი ესე თქვა იყო ცხენი, იყო აკლემი, ესე თქვა უფრო ისეთი ცხოველი, რომელიც შეიძლებოდა რომელზეც ამხედრება, მაინდა-მაინც სახედარზე რატომ მოისურვა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომ ამხედრებულიყო და ასე შესულიყო ქალაქ იერუსალიმში. მოგახსენებთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი კიდევ თამდაბლობის მაგალითი, რაც ადამიანთა მუდმივად უჩვენა მაცხოვარმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. მას შეეძლო, როგორც მეფეები შედიან ციხე ქალაქებში, შესულიყო ცხენზე ამხედრებული ან უფრო აღმატებული ცხოველი მასთან შედარებით აკლემი, მაგრამ მაცხოვარმა დაიმდაბლა თავი და ისე შემოდის ქალაქ იერუსალიმში და მას უფენენ ტოტებს, ფინიკის ტოტებს, სამოსელ სიხლის ხალხი და უფენს გზაზე და იძახიან ოსანა მაღალთაშინა, კურთხეულას მომავალი სახელითა უფლისათა და ეს ხალხი, რომელიც მაცხოვარს დიდებით ხვდება, ანუ ხდება ზეიმით, ხდება სიხარული, ზუსტად რამოდენიმე ხალხი, დღეში ეს ხალხი, ზუსტად ის ხალხია, რომელიც შემდგომში ყვირის ჯვარსაცვით ეგევა, ანუ მათ მიიღეს მაცხოვარი იერუსალიმში, როგორც მეფე, არამედ როგორც არამეფე ისეთი, როგორიც ჩვენ მეუფეს უწოდებთ მას მთელი ქვეყნისა და დედამიწისა და ცისა, არამედ მათ უნდათ ის მეუფე ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა, რომელიც მათ მისცემდა სიმდიდრეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მაცხოვარი ვიცით, რომ შევიდა ქალაქ იერუსალიმში დიდებით, ეს მისი როგორც ღვთაებრიება ისეთი შესვლა იყო, თუმცა კიდევ ამახვილებ მე ამაზე ყურადღებას, რომ ხალხი, რომელიც ხდებოდა შეძახილებით ოსანა კურთხეულას მომავალი სახელითა უფლისათა, ამ ადამიანებმა რამოდენიმე დღეში გაიმეტეს ისევ მაცხოვარი და ის ხალხი ზუსტად ისევ იმ სიტყვას ყვიროდა, როგორც სხვანაირად ჯვარსაცვი ეს. ანუ ძალიან ბევრი შეუძლია ადამიანს თუნდაც ერთ წამში გარდაიქმნეს ადამიანი ცხოველად ან პირიქით. ასე რომ დღევანდელ ამ დღეს, ბრძოლა დღეს, დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელსაც ჩვენ ვზეინობთ, ჩვენ არ უნდა გქონდეს იმისი განცდა, რომ მაცხოვარი მობრძანდა, რათა თითოეული ჩვენთაგანისთვის მოეტანა მიწიერი სიტყვება, არამედ რათა თითოეული ჩვენთაგანისთვის მოეტანა მას ის დიდი სიყვარული, სიხარული,
ის ცნებები, რომელსაც ჩვენ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ვიცავ, და ყველაზე მთავარია მისი დანაბარები, მისი სწავლებანი, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიცოდეთ. როცა ხალხი ამ სიტყვებს ღაღადებდა, როცა მაცხოვარი მიბრძანდებოდა, მაშინ ის ებრაელები, ურიები, ფარისევლები ასეთ სიტყვებს ეუბნებიან, რომ უთხარიო, რომ გაჩუმდნენ, ნუყვირიან ამას, ვინაიდან ხალხში შეიძლება შფოთი შემოიტანოთო, თუმცა მაცხოვარი ასეთ სიტყვებს ეუბნება, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები მაინც იღაღადებენ, იმიტომ რომ თვით ბუნებამაც კი იცნო, ქვებმაც კი იცოდნენ, ვინ მიდიოდა ქალაქ იერუსალიმში. ანუ თვითონ ამ ქვეყნიერების შემომქმედი, მეუფე, ანუ ღმერთი, ყოველი ხირულისა თუ უხილავისა, ასე რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენც ადამიანები ხშირად ვერ ხვდებით საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, მის უზენაესობასთან, მის ძლიერესთან და რა თქმა უნდა თვითონ ჩვენთაგანსაც ეშლება, თუმცა თვითონ ჩვენთაგანს გვეუბნება უფალი, ვისაც თვალი გაქვთ ხედავდეთ და ვისაც ყური გაქვთ გესმოდეთ, ვინაიდან უფალი ჩვენი იესო ქრისტე განკაცებული, მოსული ამ სოფლად, რომელმაც ყოველი ჩვენი ცოდვანი აღიხვნა და თვითონ მიიხვნა ეს ცოდვანი, რათა თითოეული ჩვენთაგანი გაეთავისუფლებინა იმ საუკუნო სატანჯველისგან, რომელსაც ქვია ჯოჯოხეთი და მათი ძალები. ასე რომ თითოეული ჩვენთაგანი ვალდებული ვართ, უგალობდეთ, რომ ნამდვილად ოსანა კურთხეულას მომავალი სახელითა უფლისათა, თითოეულ თქვენთაგანს გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამ დიდ დღესასწაულს და მინდა რომ თითოეული თქვენთაგანი, ნებისმიერი ჩვენთაგანი, ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხვდებოდეთ ამ დღესასწაულს მართლაცო დიდებით, ვინაიდან თვით მაცხოვარი მობრძანდა დიდები და შემოვიდა ქალაქ იერუსალიმში. ასეთ დიდებით უნდა შემოუშვეთ თვითონმა ჩვენთაგან მაცხოვარი ჩვენ გულებში, ვინაიდან ყოველი ადამიანის გული ტახტია ღვთისა, თითოეული ადამიანის სხეული ეს არის ტაძარი ღვთისა, ასე რომ თითოეული ჩვენთაგანი იმდენად უნდა ვიყოთ განწმენდილები, იმდენად უნდა ვიყოთ მოსიყვარულედი, რომ არა მარტო რა თქმა უნდა ღმერთის, არამედ თითოეული ადამიანის მოყვასი სიყვარული შეგვეძლოს თითოეულ ჩვენთაგანს და უნდა ვემსახურებოდეთ როგორც ჩვენ სასულიერო პირები, მხოლოდ არა უფალს, არამედ თქვენ სამსახურში ვართ, ასე რომ თქვენც უნდა იყოთ სამსახურში თითოეული მოყვასისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ორთავ სოფელსა შინა. ამინ. გაიხარეთ.